თურმე შეიძლება არის იქ, მაგრამ ჩემი არის ექიმი და კონფერენციაზე არიან წასულები პადოვაში, იტალიაში და მე აპირებდნენ რომ ვენეციაში გადმოსულიყვნენ 3 დღით და ეხლა დაემატა კუპრასი და მონაკადან პირდაპირ ფრენები ვიზიარმა დაამატა. ხოდა ვიფიქრე რომ შაბათ-კვირას ჩავადგო და სიურპრიზ გავუკეთებთ. მე მგონი ძალიან კარგი იდეა არის ახლა ვალდები. უნდა ჩამოვიდნენ 3 საათზე. ძალიან გვიან ჩამოდიან, მაგრამ არა უშავს უკვე შევეჩვიე მარტო ყოფნას. გუშინ ვიყავი მთელი დღე მარტო. თომა მოგზაურობასავით არის ახლა ეს ყველაფერი, უბრალოდ ვიცი რომ მე დედაჩემი ჩამოვა. Გამოვედი ვენეციაში, მინდა რომ წყლის ტრანსპორტით მივიდე ცენტრამდე და არა ავტობუსით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები, ასევე არის აპარატები და სავარო. მე სავაროსთან მირჩენია, რადგან უნდა ვკითხო რაღაცაები და მაინტერესებს. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე და მინდა რომ გაგიზიაროთ მის ვენეციაში მოდიხართ აუცილებლად გამოგადგებათ, იმიტომ რომ აქედან ანუ აეროპორტიდან გადის როგორც ავტობუსები ცენტრისკენ, ასევე ეს წყლის ტრანსპორტი და ტაქსები და წყლის ტრანსპორტით მინდა გაწევსმარებთანაც გამოცდილებისთვის რა ვიცი ძალიან საინტერესოა თან ვენეციაში რა ვართ მეტი უკეთეს ტრანსპორტი არ არსებობს და მე სადაც ვარ სასტუმროში იქ მისასვლელად უნდა გამომეცვალა 2 ან 3 ტრანსპორტი მინიმუმ სადგურზე მივსულიყავი მე პატარა ბორანით და მოკლედ ცოტა წვალება მიწევდა და ეხლა ვნახე რომ მუნიციპალიტეტში მიდდის ზუსტად სადაც მე სასტუმრო მაქვს და ძალიან გამიხარდა წვალებას გადავრჩი ამიტომ აუცილებლად მოდით და აქედან აიღეთ ბილეთები ცენტრთან მისასვლელად ან სადაც მიდიხართ. ვენეციაში ქალაქში ვარ და ეხლა მივდივარ სასტუმროსთან, თან ჩავხედავ ზუსტად სად არის. ნახოთ, წესით ძალიან კარგ ადგილას არის ცენტრში და ხო მიწერს 6 წუთს თავი გაჩერებიდან, რიალტოს გაჩერებიდან ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია. ეს არის სასტუმროს სახელი, ძალიან კარგ უბანში, როგორც გითხარით და ვერმეს თუ დაგჭირდებათ. ესეთი ნადვისხე აქვთ. ძალიან საყვარელი ოთახია ჩემი აზრით. ოღონდ ფანჯრები იყო დახურული და ისეთი ჩახუთულობა დამხვდა, მეტი არ შეიძლება, მაგრამ ეხლა ვანიავებ და თვითონ ოთახი ძალიან მომწონს. ესეც აბაზანა საკმაოდ დიდია სხვათა შორის. მგონი არ არის თუ დინამერი ერთი ადამიანისთვის თან რა სიტყვით. დღეს ვრჩები მარტო, ხოლო ხვალ უკვე ჩამოდის დედაჩემი პადოვადან და ვუკეთებ სიურპრიზ. როგორ მიხარია თქვენ არ იცით? ეხლა მინდა რომ ცოტა მოვწესრიგდე, გამოვიცვალო, დავისვენო და გავიდე, სანამ დაყალდება, იმიტომ რომ ძალიან მშია და ერთად ვჭამოთ, მოკლედ დღეს მექნება ის სოლო მოგზაურობის მაგვარი ესეთი დღე უცხო ქვეყანაში, მხოლოდ მე არ ვიცი, პირველად ვარ ესე მარტო სადმე ჩამოსული და ძალიან კარგი გზნობას იმათი რომ გითხრათ, რაღაც მხრივ უკვე მესმის ნელ-ნელა იმ ადამიანების, ვისაც მარტო უყვართ მოგზაურობა და სოლო მოგზაურობას დიდ
უმეტესობას ანიჭება ხოლმე. აი ნახოთ ახლა და თქვენ გაატარეთ ჩემთან ერთად ეს დღე და ვიმოგზავროთ ერთად. ნიბარიც გქონია. მუდი, კოკა-კოლა, პროსეკო, წყალი, მშვენიერი. ძალიან დავიღალე. აქ მაქვს ჩემი კარბონარა, რომელსაც ძალიან აქებდნენ TikTok-ზე. სანამ გაცივდა სერიალს ჩავრთავ, Homeland-ის ყურებას ვიწყებ. ძალიან დიდი ხანია მინდა ამ სერიალის დაწყება, მაგრამ რაღაც ვერ მოვაგვი თავი. ეხლა მოდი თქვენთან ერთად გავსინჯავ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ნაქები პასტა არის. მე ავიღე კარბონარა, როგორც უკვე გითხარით, მაგრამ ძალიან დიდი არჩევანი იყო. ძალიან გემრიელია. სხვადასხვა ისეთ კარგ უბანში ვცხოვრობ, რომ ყველაფერი აი აქ დავგუგლე, სადაც მინდოდა წასვლა, რისი გასინჯვაც მინდოდა, იყო 400-300 მეტრში. ეს ადგილიც ახლა იქ შემეძლო რომ მეჭამა. გარეთ დგას ყველა და აი ძალიან ისეთი street food სტილში არის რა, ყველა ჭამს თავისთვის, მარტოც რომ იყო არა უშავს. მაგიდები არ არის, ოღონდ აი მარტო სკამები არის და შემეძლო იქ მეჭამა, მაგრამ მერჩვენა რომ სერიალი ჩამოვეცე და სახში გემრიელად. ჩემს გემოზე ყოფილიყავი. აუ ძალიან გემრიელია მართლა. არა, ყველად არ არის ესეთი ამბავი აწეხილი. ძალიან კარგი ადგილი არის და შეიძლება გაგიზიარებთ, ვისაც დაგაინტერესებთ. რა მეკითხოთ ვიქნებათ მომწერეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ამ ქალაქზე როგორ მოგეწონათ ჯერჯერობით რაც ნახეთ და წინ კიდევ გველოდება რამდენიმე დღე. ამიტომ დარჩით ვლოგის ბოლომდე. I don't know. გავიყვიძე მეორე დღე არის გამოვიცვალე შარვალი და ზედა ქურთი მხოლოდ ეს მოხდა წამოღებული ოდნავ მაკიაჟი გავიკეთე და ისეთ ცუდი რაღაც დამამართა ალბათ უარესი არ შეიძლებოდა ამ სიცივეში დამატენიანებელი კრემი დამრჩა და ისეთი გამომშრალი და გამხმარი სახე მაქვს სუდად ვარ სასწრაფოდ უნდა ვიყიდო დღეს პრინციპში დღეს და ჩემც ჩამოდის უკვე და მაგასაც ექნება, მაგრამ ნუ არ ვიცი, ძალიან ვეწვალე მართლა თან მე მშრალი კანი მაქვს და ჩემთვის ვერ მაგად რთულია. მოკლედ როგორ გადავიტანე ეს დღე, არ მკითხოთ. ძალიან კარგად მეძინა, იდეალური ვლოგინია. წავედით ახლა გარეთ გავიდეთ. თან გაჩვენებთ როგორი სასტუმრო, უფრო სასტუმრო კი არა, ოთახები ქირავდება და სასტუმროს სტილში არის გაკეთებული. სადარბაზოა ჩვეულებრივი. აი აქ არის რესეფშენი და მოკლედ ბონჯორნო. აუ, ეხლა გამოვედი გარეთ და არავინ არ არის, არა და გუშინ 4 საათზე თუ 3 საათზე იმდენი ხალხი იყო, ვერ წარმოიდგენთ. ეხლა თან 10-ის ნახევარია. წესით არ უნდა იყოს ესე ცოტა ხალხი. Thank you.
ვიზაზე არიან წასულები პადოვაში, იტალიაში და მე აპირებდნენ რომ ვენეციაში გადმოსულიყვნენ 3 დღით და ახლა დაემატა კოპროსთან, ლანაკადან პირდაპირ ფრენები. ვიზი არ გადაამატა. ხოდა ვიფიქრე რომ შაბათ კვირას ჩავადგო და სიურპრიზს გავუკეთებთ. მე მგონი ძალიან კარგი იდეა არის ახლა ვალდები. უნდა ჩამოვიდნენ 3 საათზე. ძალიან გვიან ჩამოდიან, მაგრამ არა უშავს უკვე შევეჩვიე მარტო ყოფნას. გუშინ ვიყავი მთელი დღე მარტო. პირველზე ჩამოვფრინდი, 2-ზე უკვე მზად ვიყავი, 2 საათიდან. ჩათვალეთ მთელი 24 საათი მარტო ვარ და სულ მაინტერესებდა როგორი გამოცდილება იყო. აი სოლო მოგზაურობა და პრინციპში სოლო მოგზაურობასავით არის ახლა ეს ყველაფერი, უბრალოდ ვიცი რომ მე დიაჩემი ჩამოვა. ხო და რო გითხრათ რა თვითონდი და რა კარგი ამარტო თქო, არა, ძალიან მოვიწყინე. ყველაფერი დავათვალიერე, ვენეციის ერთ დღეს ავსებით ყოფნის ჩემი აზრით. ყველაფერი ვნახე, უკვე გავედი იქით აქეთ, ან TikTok-ში ჩავსკროლო კიდევ და ნახო რამე საინტერესო ადგილი თუ დამრჩა ისეთი და რა ვიცი რა გავაკეთო. აქაც ვიყავე ზარა. აბა ნახოთ ვენეციის ზარაში რა სიტუაციაა. მგონი ძალიან მაღალი ფასები აქვს ზარაში, ძალიან. რამოდენიმე ნიუცი შევატყვე. OVS-ში თუ არ ვწდები OVS-ი არის იტალიური ბრენდი და ვენეციაში ძალიან მომეწონა OVS-ის კოლექცია, მაგრამ ეხლა ჩამომიყიდა ესეთი პერანგებად ცისფერ ფერებში და თავში შევიკავებ, მაგრამ ძალიან ლამაზია. ამით ცოტა ცუდი წითელი არის. ფასი შესაბამისია 20 евро ღირს. ძალიან კარგი OVS-ი არის ვენეციაში. შოპინგო ქუჩა ატარა ვან ეცერ შოპინგი დიდად თუ ლაქშერი შოპინგს არ ჩავთვლით, იმიტომ რომ არის შანელი, მიუ და რაღაც ეგეთი მაღაზიები, მაგრამ აი ჩვეულებრივი მაღაზიებიდან მხოლოდ ზარა და OVS-ი შემხვდა, ლევისი კიდევ და ასევე ტეზენის. აი დავინახე H&M-ი და შევალე ხოლმე ნახოთ რა ხდება. ზოგადად იტალიის H&M-ი ძალიან მოყვარს, ამით ყველა ქალაქში სხვადასხვა კოლექცია აქვს მაინც. აბა ნახოთ ფასები 29 ევროები ღირს რაღაც ჯინსები. ქალბატონები არიან მეორე სართულზეც. ნახოთ. მაგალითად ეს ქუდი მოხერია. როგორც ხვდები და 12 евро ღირს. კარგ როლინგს კი ვიყიდდი. მაგრამ ამის ადგილი მგონი არ მაქვს. ხოლო ზოგჩან თითრო წამოვედი რა მეგონა. 22 евро. 22 და 99, 23-ია. ეს მარკეტინგული ხრიკები ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს. 22 და 99 რო ეწაროს. 22 евро ჩემთვის. დიდად კოლექცია არ მომწონს. მართლა გითხრით.
არაფერი განსაკუთრებული. მართლა არაფერი არ არის. Კრედები არიან კაფეში გავგიშდი. ენაირად რატო? ძალიან ბევრი არიან თან. ეხლა მოვიდეთ ძალიან ცნობილ წიგნებს მაღაზიაში, რომელიც ცნობილია იმით, რომ ძალიან დიდი არჩევანი აქვთ და თან გონდოლა დგას იქვე, რომელიც არის იმისთვის, რომ სურათები გადაიღოთ და არის სრულად უფასო. ამიტომ ძალიან მაინტერესებს თუ არ არის ახლა ღია და თუ შევძლებ თქვენს გაჩვენებთ. ნახეთ როგორი წიგნებია. ძალიან საინტერესოა და შეგიძლიათ საჩუქრად ჩაუტანოთ ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის იპოვით სასურველს. ძალიან ბევრი ხალხია. აი ამ წიგნს წავიკითხავდი მოხდა. აი აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაკეტილი არის. ეს კი შემოვედი რამენი საჭმელად, თან ისეთი გარემო არის, სადაც ანუ მარტო რა შემოხვიდე, ნაკლებად უხერხული არის და მე მაქვს ეგ მომენტი, რომ ისეთ რესტორანში ვერ შევალ და მარტო ვერ შევჭამ. არ მეკომფორტულება უბრალოდ და რამენი თან ძალიან დიდი ხანი არ მიჭამია და იტალიური საჭმელები მერეც მეყოფა რომ ჩამოვადე ჩემი, მე ძალიან ბევრ შევჭამთ, ამიტომ გადაწყვეტა რომ ახლა ცოტა წვნიანი თან რამენი მივირთვა. ავიღე ქათმის, იმიტომ რომ ქათმის მიყვარს ყველაზე მეტად და ნახოთ დავაგემოვნოთ როგორ იქნება აქაური რამენი. ძალიან გემრიელია, თან ცხელი, წვნიანი, იდეალურია, ესეც ცივამინჩი. მოყვა 3 გიოზა ცალკე და მოკლედ მშვენიერია, ყველაფერი ძალიან მომწონს. ხო გიო. ამიტომ მაღაზიაში მოვედი, ნახოთ. ფანჯარა. ეხლა რამდენიმე საათში უკვე და ჩემი ჩამოვა ვენეციაში და ფიქრობ სად დავხვდე, სად გავუკეთე სიურპრიზი, იმიტომ რომ საკმაოდ რთული მომენტია ეგ. არ მინდა რომ აქეთ გამიკეთო სიურპრიზი და ქუჩაში შევხვდე შემთხვევით. და ძალიან გაფაციცებით ვიყურები.
გაზეგებდა